მორიგი აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე განახლებული არქეოლოგიური კვლევების დროს უძველესი სამარხი იპოვეს. აღმოჩენა განსაკუთრებულია იმით, რომ მეცნიერებმა იქ მოთავსებული მენეშტებიდან ერთ-ერთი მამაკაცის საქმიანობა დაადგინეს. შიდა ქართლში 19 წლის წინ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლზე და ნამოსახლარზე უკვე აღმოჩენილი არაერთი უნიკალური ექსპონატი, წარწერა თუ სხვადასხვა ხანის ისტორიული ნაგებობისა და სამარხების ნაკვალევი. ასევე ხელსაწყოები და ნივთები, რომლებმაც სპეციალისტებს კონკრეტულ პერიოდებზე მანამდე არსებული ვარაუდების მეცნიერულ დონეზე დადასტურების საშუალება მისცა. თათია ბუხრაშვილი იმყოფებოდა გრაკლიანის გორაზე. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე მდებარე გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. ექსპედიციას ქართველი არქეოლოგი, პროფესორი და ცნობილი პედაგოგი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. გათხრების დროს მეხუთე ტერასაზე კლდოვან ქანში ამოკვეთილი წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც 3 ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. მეცნიერების თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა სამარხში აღმოჩენილი მამაკაცის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგები. ჩონჩხზე ფიქსირდება კბილების ძლიერი ცვეთა, კარგად განვითარებული ლავიწის ცვლები და მხრის ძვალზე კუნთების მიმაგრების მკვეთრად გამოხატული ადგილები. ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, აღნიშნული ნიშნების ერთობლიობა შესაძლოა მიუთითებდეს ინდივიდის პროფესიულ საქმიანობაზე. სავარაუდოდ ის ტყავის დამამუშავებელი ოსტატი იყო. მსგავსი საქმიანობისთვის დამახასიათებელი ანთროპოლოგიური ნიშნები გრაკლიან გორაზე უკვე აღმოჩენილ სხვა ინდივიდსაც აღენიშნებოდა. ანთროპოლოგიური ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ ეს არის დაახლოებით 25 წლის მამაკაცი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ამუშავებდა ტყავს. ეს დასტურდება ანთროპოლოგიური ანალიზით იმითი, რომ კბილები აქვს დეფორმირებული მარჯვენა მხარეს და მარჯვენა მხარეს ხელის კუნთები მეტად განვითარებული ჰქონდა ვიდრე მარცხენა მხარეს. ეს ძალიან მარტივად აიხსნება იმითი, რომ ტყავის ერთი ნაწილი ეკავა კბილებით, მარცხენა ხელით მეორე ნაწილი და მარჯვენა ხელით ამუშავებდა და ამიტომ ეს იძლევა მუდმივ დეფორმაციას კბილებისას. 2026 წლის არქეოლოგიური სამუშაოები გრაკლიანი გორის რამდენიმე ტერასაზე მიმდინარეობს. პროექტის მიზანია როგორც ახალი არქეოლოგიური მასალის გამოვლენა, ისე უკვე აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთების შესწავლა და ძეგლის ტერიტორიის დაცვა მოწესრიგება. გრაკლიან გორაზე აღმოჩენილია მნიშვნელოვანი როგორც საცხოვრებელი, სამეურნეო და ასევე საკულტო ნაგებობები და ასევე სამარხები. გარდა ამისა, აღმოჩენილია უნიკალური არქეოლოგიური მასალა, რომელიც დღეს დაცული არის გრაკლიანის არქეოლოგიურ მუზეუმში. უშუალოდ სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოეწყო ამ წლების განმავლობაში გრაკლიან გორაზე რეაქციის ქვეშ მუზეუმი თავისი ტურისტული ბილიკებითა და დამცავი გადახურვებით. გრაკლიანი გორა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. ძეგლზე სხვადასხვა ეპოქის კულტურული კვალია შემონახული. გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილ უძველეს წარწერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ადრეული ისტორიისა და დამწერლობის განვითარების შესწავლისთვის. არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ გათხრილი ტერიტორიის ნაწილი რეკულტივაციას დაექვემდებარება, რაც ძეგლის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებასა და მის დაცვას ემსახურება. ჩვენ აქვე ვიპოვეთ ხელსაწყოები, რომელიც ამ ხელოსანს ეკუთვნოდა. ეს არის მაგალითად რკინის ნივთი, რომლითაც ტყავის გაწმენდა ხდებოდა ბეწვებისაგან და ეს არის ასევე უაღრესად საინტერესო ირმის რქისაგან დამზადებული ძალიან მსუბუქი ჩაქუჩი, რომლითაც ხდებოდა ტყავის კიდეების გასწორება. გარდა ამისა, თვითონ სახელოსნოც ვიპოვეთ ტყავის დასამუშავებელი, ასე რომ რასაც დიდი ივანე ჯავახიშვილი წინასწარ მეწყვილებდა თავის დროზე, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტყავის დამზადების სახელოსნოები, თანაც მაღალი პროფესიონალური სახელოსნოები, შეიძლება ითქვას, რომ ეს დადასტურდა. თანაც ეს ხდება ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში, ანუ 2400 წლის წინანდელი გახლავთ ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უნიკალური ძეგლი გრაკლიანი გორა 2007 წელს თბილისის სენაკი ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს. ამავე წელს დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. ობიექტზე დადასტურებულია 11 სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენა, ქვის ხანიდან ქრისტიანობამდე. ამ მასალებში გამოვლენილია უნიკალური არქეოლოგიური ნაშთები, რომლებიც ძეგლს განსაკუთრებულ სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს.